მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს ხუთშაბათია და მე ვარ ფერმერი ტრადიციულად იწყებს მუშაობას პირდაპირ ეთერში. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ალექსანდრე წეველიძე, ფერმერი და ვეტექიმი. ადამიანი, რომელიც მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობებისა ბევრისთვის შეუძლებელს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. ვნახოთ სიუჟეტი და სტუმართან ერთად გავნაგდოთ საუბარი პირდაპირ ეთერში. 38 წლის ფერმერი და ზოოვეტერინარი ალექსანდრე წეველიძე მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობებისა ბევრისთვის შეუძლებელს ახერხებს. 2 წლის წინ მან მხედველობა საერთოდ დაკარგა, მაგრამ არ დაუკარგა სოფლის მეურნეობისადმი სიყვარული და ერთგულება. მისი ინიციატივით გასულ წელს ქობულეთში ფერმერებმა გამოსცადეს მეცხოველეობის საკვები ჭარხალი, რაც საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა. ეს ჯიშები საქართველოში შიდა ქართლში მრავლად იყო და ეხლაც არის და დავიწყეთ მეცხოველეობის მაღალ პროდუქტიულობის გაზის მიზნით ამის წარმოება. შემოვიტანეთ აჭარაში საცდელად ფერმერებს დაურიგე 1-2 კაცს შარშან და გადამოწმეს შეხედეს სიმინთან, ხატოსთან და სხვა პროდუქტთან შედარებით და იდეალური ეფექტი ჰქონდა და ეს საშუალებას გვაძლევს მე მინდა ადგილობრივ ფერმერებს მოუწოდო თუ მესაქონლეობა ეყოლებათ ბაგურკვებაზე გადაყვანილი, რაც არის იდეალური ეს საკვები პროდუქტი მთელი წლის განმავლობაში შეიძლება შეინახო, არ გაფუჭდეს, არ დალპეს და ნებისმიერ დროს მისცეს. ჭარხლის გამოყენება მეცხოველეობაში ჩვენი რეგიონისთვის განსაკუთრებით მომგებიანია, თუკი საძოვრების სიმცირეს და ხშირ შემთხვევაში საერთოდ არარსებობას გავითვალისწინებთ. საკვების ჭარხლის შესახებ დიდი ხანია ვიცოდი მე, მაგრამ არ მქონდა ეს გამოცდილი ჩემს თავზე. და შარშან ბატონმა ალიკამ ჩამოიტანა, ნახე, გამოვცადე და მომეწონა. ხედავთ, საქონელი როგორი სუხნად არის ბაგჭარხლისგან და ხატოში ვაძლევ მიახლოებით 60 თეთრს. ეს მიჯდება 25-30 თეთრი და თუ იწველება ძროხა, ახლა თუ არის ძროხა დავადებული და იმას არაფერი არ შეშველება იმას. გინდ ჭარხალი აჭამე და გინხატო. მაგრამ თუ ძროხა არის ნორმალური, ჯამთელი. მაგალითად 5 ლიტრას ვიწველებოდა ძროხა და ვნახე, ავიდა თავისუფლად ავიდა 8-9-10 ლიტრაზე. მიუხედავად პროდუქტის უნიკალურობისა და მომგებიანობისა, სპეციალისტები გვირჩევენ ჭარხლის ეტაპობრივ დამატებას პირუტყვის საკვებ რაციონში. მერძეული პირუტყვისათვის 2-3 კილოგრამი აუცილებელი საკვებულ უფაში შევიტანოთ, მაგრამ პირუტყვი შევაჩვიოთ თანდათან. აუცილებლად. შევაჩვიოთ პირუტყვი, იმიტომ ჩვენი პირუტყვი არ არის წვნიან საკვებზე მიჩვეული განსაკუთრებით ჭარხალს. ეს არის საუკეთესო საკვები, რომელიც ზრდის პირველ რიგში წველადობას. ფერმერ ალექსანდრე წეველიძეს ჩვენს რეგიონში სხვა პროექტებიც აქვს დაგეგმილი და ამბობს, რომ აქ იდეალური გარემოა ფერმერული მეურნეობის გასამართად და უკვე გადაწყვეტილი აქვს პროექტის დაწყება, რომელიც 10-დან 15-მდე ადგილობრივს დაასაქმებს. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ჩვენი გადაცემის სტუმარია ალექსი წეველიძე. დიდი მადლობა ბატონო ალექს გადაცემაში სტუმრობისთვის. მე მაინტერესებს საუბრის დაწყება იქიდან, მოკლედ რომ მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს თქვენს გამოცდილებაზე და პროფესიულ განათლებაზე. ანუ საიდან მოხდა თქვენი დაკავშირება სოფლის მეურნეობის დარგთან და უკვე შემდგომში უკვე კონკრეტული შეკითხვები მექნება. მოგესალმებით, მივესალმები აჭარის სტუდიას და სრულიად საქართველოს მოსახლეობას. სკოლის დამთავრების შემდგომ მე დავიბადე გორის რაიონის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში, ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ ოჯახშიც ვეწეოდით ამ კულტურის წარმოებას, რომელიც ჩვენს მესაქონლეობას მაღალ პროდუქტიულს ზრდიდა. შემდეგ მე გავნაბრძე სწავლა საქართველოს სოფლის მეურნეობის აგრარულ ტექნიკუმში, სამტრედიის რაიონის სოფელ კულაშის ზოოვეტერინარულ ტექნიკუმში. სპეციალობით თუ არ ზოოვეტერინარი. პრაქტიკული გამოცდილება გქონდათ ამ მიმართულებით, თქვენ პროფესიული მიმართულებით?
მოგეხსენებათ 92 წლიდან რა მდგომარეობაც იყო ჩვენს რესპუბლიკაში და ოფიციალური სამსახური არ მქონია, მაგრამ მქონდა საკუთარი ფერმა. ვეწეოდით მეცხოველეობას ან თქვენ საცხოვრებელ ადგილას რასაც საცხოვრებელ ადგილზე და ცხინვალის რეგიონში არის ასეთი ღრომი სოფელი მდინარე მეჯუდის ხეობაში და იქ ქონდა ჩვენი ფერმა, მეგობრებმა, მე და ჩემო ოსმა მეგობრებმა გავაკეთეთ ფერმა და ანუ რომელი წლებია საინტერესოც არის თქვენი ოს მეგობრებთან ერთად ქონდათ საერთო ბიზნესი კი ბატონო დაახლოებით ეს საქმიანობა ჩვენ დავიწყეთ მე სასწავლებელი დავამთავრე 95 წლის ზაფხულში და 96 წლიდან ჩვენ ძველი ურთიერთობა ძმაკაცობა და მეგობრობა არ დაგვიკარგია და ჩამოვყალიბდით ამ თემაზე რომ მე ჩემი იდეით იმათმა თავიანთი იდეით ფინანსებით რომელ წლამდე მიმდინარეობდა ეს ბიზნესი და რამდენად მომგებიანი და წარმატებული იყო მოგეხსენებათ მეცხოველეობა ცოტა რთული თემაა და ეს 1 და 2 წელიწადში შედეგს არ იძლევა დასაწყისისთვის შევქმნით პატარა პირობები იმისთვის რომ გაგვეკეთებინა პატარა ფერმა მოვიპოვეთ საშუალებები ავაშენეთ ფერმა და ნელ-ნელა ავედით 50 სულამდე 50 მეწველი ძროხა ყავდა ასევე ღორები და პროდუქციის გასაღება სად ახერხებდით ანუ თბილისში ალბათ ძირითადად თუ სად იყო თქვენი გასაღების ჩვენი გასაღების ბაზარი ძირითადად იყო როგორც საქართველოს ბაზრები ასევე მიმდებარე ორჯონიკიძისა და ჩვენი მეზობელი ჩრდილოეთი რომელ წლამდე იყო ბატონო ალექსეს მდგომარეობა ეს მდგომარეობა გრძელდებოდა დაახლოებით 2004 წლამდე მოგეხსენებათ ჩვენს რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენები შეიცვალა მთავრობა შეიცვალა მიდგომები და ჩაიკეტა ფაქტიურად ეს ტერიტორია დღეს არის ჩვენს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გორის რაიონის სოფელ მეჯუდის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე და იქ ამ ფაქტიურად დღეს აკონტროლებს 2004 წლის მერე უკვე ფაქტიურად ჩაკეტილა ქართული მოსახლეობისთვის. ამის შემდეგ ძალიან სამწუხაროა მიმდინარე პოლიტიკური ვითარებები ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ეს აისახება როგორც სოფლის მეურნეობაზე, ესე ყოველივე ფერმერზე და ნებისმიერ მოქალაქეზე. როგორი იყო შემდგომი განვითარება თქვენი როგორც ფერმერის და როგორც სპეციალისტის ამ მიმართულებით? საქმიანობდით თუ არა სხვა მიმართულებით სოფლის მეურნეობაში? სოფლის მეურნეობაში ძირითადად მებოსტნეობა უფრო მე ოჯახიდან გამომდინარეც მეჩვენა უფრო მომგებიანი იყო და დავიწყეთ ამ ბაქჩეული კულტურის წარმოება. ეს ავირჩიე მიზნად რომ ნაკლებად შრომატევადი საქმე, მაგრამ ნაკლებად არის რისკებთან დაკავშირებული. ჭარხალს გულისხმობ. კი, ჭარხალს. და მოგვიყევით მაშინ ჭარხალის შესახებ, საიდან რომელი წლიდან დაიწყეთ ამის კულტივაცია და რატომ გადაწყვიტეთ, რომ მაინცსა და მაინც ჭარხალი უნდა გეწარმოებინათ? ეს იქიდან გადავწყვიტეთ ბატონო გიორგი, უკაცრავად, რომ ეს კულტურა ბუნებრივი პირობებისგან მაქსიმალურად შემიძლია ვთქვა, რომ დაზღვეულია. ამაზე ნაკლებად მოქმედებს წყალდიდობა, ზედმეტი წვიმები, თუნდაც მწუნვარემზესთანაც არის ეს ისეთი კულტურა, რომ აქ ადაპტაციის უნარი შეიძლება მოვიდეს სეტყვა, კოხი და გაანადგუროს ანუ საკმაოდ გამძლე კულტურაა. საკმაოდ გამძლე კულტურაა. შენახვისთაც იდეალურად ინახება. არ უნდა განსაკუთრებული პირობები და რაღაც განსაკუთრებული ხარჯების გაღება, იმიტომ რომ ეს მაცივარში და რაღაც კომფორტი არ სჭირდება მას და ჩვენ ამ კულტურას რამდენად ინარჩუნებს იმ დადებით თვისებებს ეს კულტურა
შენახვის პერიოდზე, ანუ თუ კი ჩვენ ამ კულტურის მიღების შემდეგ გარკვეული 5-6 თვის შემდეგ თუ კი გამოიყენებს მეცხოველეობაში ფერმერი, რამდენად იქნება ამ კულტურაში შემავალი ვიტამინები შენარჩუნებული? მოგეხსენებათ ბატონო გიორგი, საერთოდ პროდუქტი სველი ნედლი პროდუქტს აქვს თავისი შეშრობის პროცენტი. მაგრამ ეს პროცენტი არ მოქმედებს მაინდამაინც ვიტამინებისა და კალორიულობის დაქვეითებაზე. შესაძლებელია ტონაზე ამ საკვებ კულტურამ ნებისმიერა გინა წითელმა ჭარხალმა, გინა ამ საკვების საქოლის ჭარხალმა და გინა სამრეწველო ჭარხალმა, რომელიც შაქრის წარმოებაში გამოიყენებოდა, ამჟამად არ ხდება ეს. შესაძლებელია შეიშროს დაახლოებით 7-8, მაქსიმუმ 10%. უმნიშვნელო შრობის პროცესი აქვს და მე მაინტერესებს რამდენად მომგებიანია ფერმერისთვის რომ შეიძინოს ამ შემთხვევაში მესაქონლეობისთვის განკუთვნილი საკვები ჭარხალი და რომელი მიმართულებითაა ეს მომგებიანი, ანუ მარტო მსხვილფეხა პირუტყვზეა საუბარი თუ სხვა ჯიშებზეც. მეფრინველეობაში რამდენად გამოყენებადი კულტურაა? მოგახსენებთ, ეს კულტურა სპეციალურად შემუშავებული ჯიშია, არის სელექციური ჯიში, ალბათ საქმის სპეციალისტები მიხვდებიან ამ სიტყვას, რასაც ვამბობ და მე მოდი ასე ვიტყოდი, ბატონო გიორგი, რომ ცოტა ნაკლები დეფიციტია, ცოდნის დეფიციტი ამ თემაზე და ჩვენი ფერმერები რომ ამას გააცნობიერებენ, მე მჯერავს რომ იქნება ჩვენი გადაცემის მიზანი ზუსტად ეს არის ბატონო ალექს, რომ გავათვიცნობიეროთ ან გავახსენოთ, იმიტომ რომ ამ კულტურის წარმოება ოდითგანვე იყო ხდებოდა საქართველოში და იყენებდა მოსახლეობა მეცხოველეობაში, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში მოშლილმა სისტემამ განაპირობა ამ კულტურის დავიწყება. კონკრეტულად რომ უთხრათ ფერმერებს, რა უპირატესობა აქვს ჭარხლის გამოყენებას მეცხოველეობაში და თუნდაც მეფრინველეობაში, თუ არის შესაძლებელი მისი გამოყენება? მოგახსენებთ, ეს პროდუქტი მე არ მინდა ეხლა ანტირეკლამა გამომივიდეს და რომელიმე პროდუქციის წარმოებას ან წარმოებლებს რამე ისეთი უშუალოდ პროდუქცია გითხარით, თქვენ გამოვა ანტირეკლამატური რეკლამა, ამას უკვე მაყურებელი და ფერმერი თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას. მე მინდა ესეთი შედარება მოვიყვანო, ჩვენ რომ პრიმიტიული შედარება მინდა მოვიყვანო, ჩვენ რომ ნედლი ვაშლი მივირთვათ და მსხალი და მივირთვათ ვაშლის და მსხლის ჩირი. აი შეიძლება რომ ეს შედარება გავაკეთოთ. და რა მომენტით ჩვენ საზამთროთ ვინახავთ თივას, პურისყანის აღების შემდეგ ამას ქვია ბზე ქართულ ენაზე, რა ვიცი ზოგან სხვანაირად კუთხურად მიიჩნევენ და აი ეს რო საქონელს დაუშვათ ჯამთელს ძროხას, რომელიც აწველინებს თუნდაც 7, 8 და 9, 10 ლიტრას, ამ ჭარხლის გამოყენების შემთხვევაში ეს პროდუქტი გაიზრდება, გაორმაგდება თითქმის 50-60%. ანუ რეალურად მეწველ პირუტყვში იწვევს წველადობის ზრდას. წონაში ზრდას, ანუ მეხორცული შემთხვევაში თუ აქვს შედეგები ჭარხალს? სახორცე ჯიშებისთვის საუკეთესო პირობები აქვს. ჩვენ მეს კულტურა რო შევთავაზე აჭარის ტერიტორიაზე მოქმედ ფერმერებს ბევრი დაინტერესდა. და როგორ შეძელი დაინტერესება საერთოდ? ეს ძალიან რთულია უცხო ხილის შეთავაზება მომხმარებელს. ბატონო გიორგი, რთულია, მე მესმის, მაგრამ რისკის გარეშე ახლა ანუ რა გამოიყენეთ, რითი დააინტერესეთ? ეს გვაინტერესებს, რომ შევძლებთ თუ არა სხვა ფერმერების დაინტერესებასაც. ჩამოუტანე საცდელად. ეს ახლა ნებისმიერმა ფერმერმა 100 და 200 კილო რო აჭამოს და ორ თვეში ეს აღარ იყოს, შეიძლება იმ წუთში შედეგი არ მიიღოს, იმიტომ ეს როდესაც არის უცხო ხილი და როდესაც საქონელი ნედლ ბალახზეა, მაშინ შეიძლება იმ წუთში შედეგი არ მოგცეს და ეს ამით ვერ დავარწმუნოთ ფერმერი და ეს უნდა შეეჩვიეს ძროხა. რა პერიოდი სჭირდება იმისთვის, რომ ფერმერმა დაინახოს შედეგი?
ზამთრის პირობებში საკმარისია თუნდაც თვე და თვენახევარი. იმიტომ რომ ამ დროს თივა ხმელ საკვებზეა საქონელი გადასული და სველი მას არ მიეწოდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რეგიონისთვის, იმიტომ რომ აჭარაში მოგეხსენებათ, რომ ხშირ შემთხვევაში საძოვარი საერთოდ არ აქვს სოფლებს და არა მხოლოდ ზამთარში, არამედ ზაფხულშიც ჭირს ნედლი მასის მიწოდება პირუტყვისთვის. დამატებითი, ანუ უფრო მეტად სიღრმისეულად მინდა რომ დღეს ეს თემა გავშალოთ და ფერმერებისთვის იყოს გასაგები, რამდენი, ანუ საშუალოდ ერთ მეწველ ძროხაზე ავიღოთ ამ შემთხვევაში მაგალითი, წლის განმავლობაში რამდენი ტონა დასჭირდება, რა ღირებულება ექნება, რამდენად შესაძლებელია თუ დაინტერესდება ფერმერი რომ მიიღოს ეს პროდუქტი და აქვე მინდა რეჟისორებს ვთხოვ რომ მივცეთ საშუალება მაყურებელს დარეკოს ტელეფონის ნომერზე 27 42 72 და პროდიუსერს დაუტოვეთ თქვენი შეკითხვები, მოსაზრებები, ჩვენ გავითვალისწინებთ და შევეცდებით გაგცეთ პასუხი თქვენს ყველა შეკითხვაზე. დიახ, გააგრძელეთ ბატონო. ბატონო გიორგი, მოგახსენებთ, მე ამას ვაკვირდებოდი, რომ შემესწავლა რა მდგომარეობა იყო ამ ვიტყორდი რომ მცირემიწიანი ტერიტორია ამ ეტაპზე ეს რეგიონი. როგორც ახლა შიდა ქართლის ტერიტორიებია, შეიძლება ითქვას ამხელა გაბარიტის მიწები არ არის და მე ვაკვირდებოდი აქ მეცხოველეობას, რომ შეზღუდულია ფერმერი რომ თავისი საქონლით კმაყოფილი იყოს იმაში რომ არის აქაური ჭაობის ბალახი მაქსიმალურად აზიანებს ჯერ ცხოველის ჯანმრთელობას და ამიტომ მივიჩნიე რომ ეს იქნებოდა პერსპექტიული განსაკუთრებით ამ ტერიტორიაზე არის მაღალმთიანი ტერიტორიები შეიძლება ზაფხულის პერიოდში იყოს უნიკალური საძოვრები მაგრამ ეს არის რაღაც 2-3 თვიანი პერიოდი ამის შემდეგ ჩავთვალე საჭიროდ რომ ეს იქნებოდა კარგი და დავიწყე ამაზე ფიქრი და მუშაობა ჩავატარე რამოდენიმე ექსპერიმენტი და ალბათ არიან კმაყოფილი ხალხი ვინც ეს იყიდეს და ეხლა მე მინდა მოგახსენოთ რა არის საშუალოდ და რაზე შეიძლება რა ჯდება დავუშვათ რა ფასი აქვს ამას ამ პროდუქტს რომ იყიდოს ფერმერმა არის თუ არა შესაძლებელი მისი შეძენა და საშუალოდ ერთ პირუტყვზე რამდენი უნდა გაითვალოს წლის განმავლობაში მოგახსენოთ ბატონო გიორგი ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ პირველი ჩამოყალიბდეთ მეწველ ძროხას რა მეწველი ძროხის შემთხვევაში მეწველი საქონლის შემთხვევაში ნებისმიერ საკვებსთან შედარებით რომელიც არის დღესდღეობით ფასზეც დამოკიდებული მე ვიტყოდი რომ არის ყველაზე უნიკალური და პერსპექტიული იმიტომ რომ ამ 1 კილოგრამი ჭარხლის შეძენა დღესდღეობით ჩვენ შეგვიძლია 27-დან 32 თეთრამდე მაქსიმუმი. ეს პროდუქტი ერთ მეწველ ძროხას საშუალოდ სჭირდება 4-დან 6 კილომდე, 4-დან 5 კილომდე დღეში. ამ წლიური როგორ შეგვიძლია რომ ვიანგარიშოთ დავუშვათ. მოგახსენებთ ყველაფერს. ეს პროდუქტი ცოტა ფიცხი საჭმელია. და როდესაც საქონელი უახლოვდება მშობიარობის პერიოდს დაახლოებით 45-50 დღის მიახლოებით მოგებამდე ამ დროს შეუწყვიტოთ უკეთესია რომ იქ არ დაიღოს ჰორმონალური ფუნქციები შემდეგ მოგებიდან 3-4-5 დღის მერე ისევ ნელ-ნელა ისევ იმ რეჟიმში ცოტ-ცოტას დაუჭით ნელ-ნელა შევაჩვევთ დაიწყებს ისევ ჭამას და შედეგს ასახავს ფერმერი თავის საქონელი რა სიძლევარზე ეს პროდუქტი ასევე გამოიყენება სახორცე ჯიშისთვისაც და იგივე შედეგი აქვს იქაც სახორცე ჯიშისთვის შეზღუდული არ არის აჭამე ყოველთვის პრობლემა არ არის მაგრამ იქაც იგივე 4-5 მაქსიმუმ 6 კილო
თუ ეხლა იქნება ისეთი ჯიშები, რომელიც ადის 700 და 800 კილოზე, ეხლა იქ 7-8 კილოც უკვე მიღებულია. და 1 ჰექტარზე წარმადობა რამდენი აქვს თვითონ კულტურას? ამ კულტურის წარმადობა გეტყვით ფორმატსაც გეტყვით 1 კვადრატულ მეტრზე მოდის დაახლოებით იმ პირობებს თუ შეუქმნით, რაც სჭირდება ჭარხალს, მოდის დაახლოებით 10-დან 15-16 კილომდე. შეიძლება კარგ პირობებში 20 კილოც მოვიდეს 1 კვადრატულ მეტრზე. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთქვათ, რომ საშუალოდ გექტარზე მოვიდეს 150-დან 160-180 ტონამდე. და რამდენად სახიფათოა ეს ნიადაგისთვის, ანუ გულისხმობ ფიტავს თუ არა თვითონ ნიადაგს ამ კულტურის წარმოება? მოგახსენებთ, შემიძლია ვიხუმრო და ვთქვა, რომ ეს შეიძლება იყოს ქარხანაც კი, რომელიც აზოტით ამდიდრებს მიწას. ამაში დამეთანხმებიან დარგის სპეციალისტები, აგრო სექტორში ჩახედული ხალხი და ვინც ეს იცის, იმიტომ რომ პარკოსანი მცენარეები, ჭარხალიც, ლობიოც და სხვა პარკოსნებიც ამდიდრებენ აზოტით, ბუნებრივი აზოტით. ასეთი თვისებები აქვთ, ჰაერიდან იწოვენ აზოტს და ამდიდრებენ მიწას. და ჭარხლით გამდიდრებული ანუ ფაქტურად ჩვენ ვაწარმოებთ და იმის ნაცვლად რომ გამოიფიტოს ნიადაგი ამდიდრებთ ბუნებრივი აზოტით. ჩვენ ჭაზე უნდა გავიდეთ ბატონო ალექს და რამოდენიმე წუთში კვლავ პირდაპირ ეთერში გავნაგზავნებთ საუბარს უკვე გადაცემის მეორე ნაწილში იმ დაგეგმილ პროექტზე ვისაუბრებთ, რომელსაც გეგმავს ბატონი ალექსი განახორციელოს ოჩხამურში, ჩვენს რეგიონში. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ გადაცემის მეორე ნაწილში ბატონ ალექსთან ერთად ვისაუბრებთ იმ დაგეგმილ პროექტებზე, რომელიც მას გადაწყვეტილი აქვს რომ აჭარაში განახორციელოს. მოგვიყევით იმ პროექტის შესახებ, რომელიც თქვენ გადაწყვეტეთ და როგორც ვიცი ეკონომიკის სამინისტროსაც მიმართეთ უკვე. მე და ჩემო მეგობარმა ჯონი მაჭარაშვილმა ისიც უსინათლოა ჩემსაც შეზღუდული საშუალების მქონე პირია. დავწერეთ ესეთი გეგმა, შევიმუშავეთ ჩვენ, რომ აჭარის ამ ულამაზეს კუთხეში სტიმული მიგვეცა ჩვენი ტოლი და ჩვენზე უფროსი თუ ჩვენზე პატარა მეგობრებისთვის და შევადგინეთ გეგმა და წარუდგინეთ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. რა გეგმა შეადგინეთ? საინვესტიციო დეპარტამენტი. სანამ სამინისტრომ რაც გიპასუხათ, იმას მოვისმენთ, რა გეგმაზეა საუბარი? რა გეგმაზეა გიორგი და ჩვენ გვინდა გავაკეთოთ მაღალტექნოლოგიური თანამედროვე სტანდარტების სათბურები, ლიფსიტის საშენი, რომელიც საკალმახე მეურნეობებს მოამარაგებს და საკურდღლე მეურნეობა, მინი საკურდღლე მეურნეობა და იხვისა და ბატის წარმოება. ამ თქვენ გათვლილი გაქვთ უკვე კი ბატონო, საინვესტიციო გეგმა, სულ ყველაფერი ჩვენ გამზადებული გაქვთ, ეხლა ველოდებით. ფინანსები, არც თუ ისე მცირე ფინანსები დაჭირდება ამ კომპლექსის მოწყობას, რაც თქვენ ჩამოთვალეთ. გაქვთ ანუ რესურსი ფინანსური. კი ბატონო, გიორგი, მე მინდა მადლობა მოახსენო აჭარის ეკონომიკის სამინისტროს იმ ყველა სრულ სპექტრს, ვინც ჩვენი იდეა მიიღეს, მოიწონეს და გაიტანეს და დაამტკიცეს და განსაკუთრებით მინდა მოუწოდო ჩვენს ცოტა ალბათ საკანონმდებლო ხარვეზი გვიშლის ხელს გიორგი თორე ამდენი გავიგოთ დასაგებად რო გითხრათ თქვენ მიმართეთ ეკონომიკის სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტრომ განიხილა ეს პროექტი. კი ბატონო, განხილვის შემდეგ რა პასუხი მიიღეთ? დღე-დღეზე გუშინ უნდა ყოფილიყო აუდიტის დასკვნა, რომ დაიდოს საპრივატიზაციო. ანუ პროექტი მოწონებულია, საპრივატიზაციო იმაშია გამოტანილი და ეხლა უნდა დაიდოს, უნდა მოწოლიყო გუშინ ალბათ ამ დღეებში დამთავრდება
აუდიტის დასკვნა კერძოდ ამოუკიდებელი აუდიტორი ჩაატარებდა მიწის შეფასებას, ჩვენ შევედით ესეთი განცხადებით. რას თხოვთ თქვენ ეკონომიკის სამინისტროს? ჩვენ მოვითხოვეთ პირველ ეტაპზე მოგვეცით იჯარა თქვენი პირობებით და ჩვენი გეგმით. წაიკითხეს ჩვენი გეგმა, ამაში გიორგი თავიდან ვაპირებთ 10-15 ადგილობრივი მოსახლეის დასაქმებას. მოგეხსენებათ ეს ჩვენი მოსახლეობა მეზობელ ქვეყნებში მიდის ელემენტარული საშოვარის მოსატანად და აქ ადგილობრივ ჩვენ გავწერეთ ესეთი რომ რაც არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის კოდექსი იმაზე ნაკლები არ ექნება არც ერთ მუშას, იმაზე ნაკლები საათი არ იქნება არც მოსვენების დრო არც და ფიქრობთ რომ 10-15 კაცი იქნება დასაქმებული და მათი ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი. ანუ ეკონომიკის სამინისტრო მოიწონა თქვენი საინვესტიციო პროექტი და ნუ ბოლო ეტაპზეა ელოდებით. აი ახლა ეს ალბათ საკანონმდებლო ხარვეზია თუ მე არ ვიცი. უფრო ბიუროკრატიის საკითხი იქნება, თუმცა მივესალმებ ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომ ესეთი ინიციატივების დაკმაყოფილებას ახორციელებს. საინვესტიციო მე კითხეთ ფინანსებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ მოიწონა თქვენი გეგმა და თქვენ გაქვთ იდეები, ფინანსების გარეშე ვერაფერს ვერ გაწვდებით. არის თუ არა ფინანსური რესურსი, ყავთ თუ არა სპონსორი, რის საშუალებითაც თქვენ განახორციელებთ ამ პროექტს? კი, ბატონო გიორგი, ჩვენ გვყავს სპონსორები, რომელიც ელოდებიან ჩვენ დასტურს, იმათ მაიციან ჩვენი მდგომარეობა, შესაძლებლობები და აზროვნება. და გვყავს სპონსორები და ისინიც ეხლა ფიქრობენ რომ დაახლოებით რა ინვესტიციაზეა საუბარი? პირველ ეტაპზე გვინდა ჩავდოთ სადღაც 100-120 $. და ძირითადად რას გააკეთებთ ამ პირველი? გვინდა მოვაწყოთ ბოსტნეულის, კერძოდ პომინდურის საწარმო. თქვენ საუბრობთ ტექნოლოგიაზე, რომელიც უახლესია ჩვენი ქვეყნისთვის. თუ შეიძლება რამოდენიმე სიტყვით რო გითხრათ ამ ტექნოლოგიის შესახებ, რას გულისხმობს ის? არის თანამედროვე ტექნოლოგიაში სიახლეები სასათბურე მეურნეობების მოსაწყობად, რომელიც არის თავიდან პირველ ეტაპზე ცოტა დიდი თანხის გაღება უნდა, რომელიც ახლა ფერმერისთვის ნაკლებად არის მისაღები და სამაგიეროდ არის ეფექტური, არის ძალიან ეკონომიური, არის ესეთი აპარატურები, რომელიც ენერგიას მიიღებს მზიდან და მიიღებს წყლიდან და მიიღებს მიწიდან. არის ასეთი საშუალებები და ანუ თფოხარჯის შემცირება კი ბატონო და გამოიწვევს ეს დანადგარი. შევძლებთ რომ შევქმნათ ეს საჭირო ტემპერატურა და საჭირო პირობები და ამ სათბურებს აქვს ესეთი სისტემა რო აკონტროლოს კლიმატი რა, გარე პირობებთან შეთანხმებით, როგორც საჭირო იქნება, მეტეოსადგურის სისტემა უყენდება შიგნით და ის აკონტროლებს. არ მინდა ეხლა რეკლამაში და რომელიმე კომპანიის დასახელება და არის ესეთი საშუალებები, თუ მოვიძევთ და თუ ვინმე სურვილი ექნება, შეგვიძლიათ მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია და მოგიწოდებთ გააკეთოთ. ანუ ამ შემთხვევაში ქვანახშირის და გაზის გარეშე შესაძლებელია სათბურის გათხოვა და თბილი კულტურის წარმოება. რა კულტურაზე გაქვთ გათვლა, ანუ რის წარმოება? ჩვენ გათვლა გვაქვს გიორგი პამიდურის წარმოებაზე პირველ ეტაპზე, გეგმაში გვაქვს მარწყვის წარმოება, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობ პამიდურისა და სოკოს სათბურის გაკეთებას, რომელიც არის მოგებაზე კი არა, ალბათ ზემოგებაზე ორიენტირებული. ანუ ეს მიმართულება რაც თქვენ გაქვთ არჩეული. აგრონომის მიმართულებას ანუ თქვენ თვითონ გაუწევთ თუ ყავთ სპეციალისტები? გიორგი, გეტყვით ამაზე ორი სიტყვით, მე ჩემი პრაქტიკული გამოცდილებით საკმარისად არ მეჩვენება და ამისთვის ხალხი ყავს შერჩეული, ვინც იცის ეს სფერო კარგად არიან დარგის სპეციალისტები და ამითი დასაქმდებიან ის ხალხი. ამ ეტაპზე ისინი უმუშევრად არიან. არის ეხლა ამთავრებს ერთი მეგობარი, კარგი სპეციალისტია და მინდა რომ დასაქმდეს და არ მოუნდეს იმას სამსახურის ზებნა და აქეთ-იქით სირბილი. დიახ, ერთი პრობლემა აქვს და იქნება ეს როგორმე მიმართავ ჩვენს ხელისუფლებას. დიახ, ბრძანეთ რა პრობლემაა. საფინანსო ინსტიტუტებმა იქნება ორიენტაცია შეიცვალონ თუ აიღონ სოფლის მეურნეობაზე, იმიტომ რომ ეს ყველას პრობლემაა, მთელი დარგის პრობლემაა. მოგეხსენებათ ძალიან ხელმიუწვდომელია ფერმერისთვის, რაღაც ისეთი ბარიერებია გადასალახავი, რომ რისკებს ისეთ სიტყვენ რომ არ ვიცი ახლა არ მინდა ცუდად გავამიდეს, მაგრამ იქნებ ეს სახელმწიფო მაიღოს თავის თავზე რომ ეს
დოვლათი და ის ფონდი, რომელიც იყო მიმართული სოფლის მეურნეობისკენ, კიდევ გახდეს ხელმისაწვდომი და გახდეს ისე გააკონტროლოს თავრობამ, რომ არ იყოს ალბათ ვიღაცაზე სახვეწარო ბათუმში თუ ბინა არ მექნება და თბილისში იყო ძალიან კარგი ალექს, შენ რომ შეუერთდი ჩვენი გადაცემის და ზოგადად ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის თითქმის ყოველ გადაცემაში მოწოდებას, თუმცა ხელისუფლებას თავისი სტრატეგია აქვს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ნახავთ სად მიგვიყვანს ეს სტრატეგია, სადამდე მივალთ უკვე მე მგონი მესამე წელი დაიწყო სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული გეგმისა. დიდი მადლობა გადაცემაში მოსვლისთვის. ალექს, მე გისურვებ წარმატებებს და მინდა ერთი პირადი შეკითხვა დაგისვა. შენი ფიზიკური მდგომარეობა, ის რომ ფაქტიურად უსინათლო ხარ ამ ეტაპისთვის, ხო, ჯანმრთელობაზე. არ გეზარება, მოდი ესე ვთქვათ, ამ საქმის კეთება და რა ძალა გაქვს, ანუ რა ძალა გეხმარება, რომ ამ საქმით ხარ დაკავებული და იქით აპირებ 15 კაცის დასაქმებას. მე გასაგონად მინდა ვთქვა იმ ათასობით ადამიანებისა, რომლებიც სლენგს გამოვიყენებ დიდი ბოდიში, ბირჟებზე სის და ნუ შენთან მოსვლა, სანამ თქვენთან მოვიდოდით გადამღები ჯგუფი, რამოდენიმე ესეთი ბირჟა გამოვიარეთ, სადაც მინიმუმ 5 ჯანმრთელი მამაკაცი იჯდა და მოგვასწავლი და სხვათა შორის ძალიან პოპულარული ხარ, მინდა გითხრათ, როგორც კი გადმოუხვიეთ ოჩხამურში, ყველა მიცოდა სად უნდა გვენახე შენ და რა საქმიანობდი. გიორგი, მე ვიტყოდი, რომ ჯანმრთელობის არქონა არ არის კარგი, მაგრამ ამაზე შეგუება უფრო ცუდია. მე მაქვს ვალდებულება ჩემი ერის და ჩემი ოჯახის წინაშე. და ართული რაც დრო მაქვს დაკარგული, მინდა რომ ამოვინაზღავრო მაქსიმალურად და ეს იყოს სტიმული ყველასათვის. მოუწოდებ ქართულ საზოგადოებას და არაქართულ საზოგადოებას, ჩვენ მრავალეროვან სახელმწიფოს. ჩვენი სახელმწიფოს შვილებს, რომელიც არიან შორეულ ქვეყნებში ემიგრანტებს, მოდით საქართველოში დაბრუნდით, ჩადეთ თქვენი ცოდნა, ეს ინვესტიცია თუ რამე ეკონომიური საშუალებები გაქვთ და უნიკალური ქვეყნის შვილები ვართ. ჩვენ თუ არ გავაკეთეთ ეს, ჩემო გიორგი და ჩემო საყვარელო ხალხო, ამას არ გააკეთებს ჩვენი ეგრეთ წოდებული მეგობრები. ალექს, დიდი მადლობა. აქედან ჩემ ლუკას მინდა აუწიო ხელი და მივესალმო, ის ეხლა მელოდება. დიდი მადლობა, ალექს, მე მართლაც ვისურვებდი, რომ შენისთანა შემართებით იყოს ყოველი ქართველი და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში მოღვაწე პირი. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას რუბრიკით მეცხოველეობა, სადაც კიდევ ერთ რჩევას მოგაწვდით ძვირფასო ფერმერებმა. ძროხის მაკეობა იწყება დაგრილების შედეგად მისი განაყოფიერებიდან. ეს ფიზიოლოგიური მდგომარეობა ფერმერისგან ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, რათა ის დამთავრდეს ჯანმრთელი ხბოს დაბადებით. ფურის მაკეობა გრძელდება საშუალოდ 285 დღე, თუმცა სხვადასხვა ჯიშებისა და პირობების მიხედვით ეს პერიოდი შეიძლება მოიცავდეს 240-311 დღეს. შეწყვილების შემდეგ დამაკდა თუ არა ძროხა შეიძლება გავიგოთ რამოდენიმე მეთოდით. ჩაასხით ჭიქაში სუფთა წყალი და ჩააწვეთეთ 1-2 წვეთი ახალი მონაწველი რძე. თუ წვეთი წავიდა ჭიქის ფსკერისკენ, ძროხა მაკეა. თუ წვეთი გაიშალა და წყალი თეთრად შეიფერა, ფური არ არის მაკე. აღნიშნული მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ დაგრილებიდან 1 თვის შემდეგ. დაგრილებიდან 40-50 დღის შემდეგ გავიღოთ 10-15 მილიგრამი ახალი მონაწველი რძე, მაგრამ გაითვალისწინეთ, რძე არ უნდა იყოს პირველი ნაკადის. ის გავაჩეროთ არანაკლებ 30 წუთისა, მაგრამ არა უმეტეს 3 საათისა. ავადუღოთ წყალი, გავაციოთ და ჩავასხათ ჭიქაში 4/5 დიოდენობით. მასში ჩავამატოთ 10-15. ამით გადაცემა მე ვარ ფერმერი დასასრულს მიუახლოვდა. მე გავაგრძელებ ჩვენი გადაცემის ძირითად თემას და მართლა უსურვებ ჩემს ქვეყანას, რომ ბატონი ალექსისთანა შემართება და აზროვნება კონდეს ბევრს. ისევ ჭარხლის კულტურა ჩვენს ეთერში ლალაფაღავასგან. მე კი გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით მომავალ ხუთშაბათამდე. მადლობთ.
ჭარხალი ერთ-ორ და მრავალწლოვან მცენარეთა გვარის ნაცარქათამასებთა ოჯახისაა. გვარში 13 სახეობაა, 11 ველური და 2 კულტურული. კულტურული სახეობებია ფოთლოვანი ჭარხალი, ანუ მანგოლდი და ჩვეულებრივი, ანუ ძირფესვიანი ჭარხალი, რომელიც იყოფა ევროპულ და აზიურ ქვესახეობებად. სელექციის შედეგად გამოყვანილია კულტურული ჭარხლის სხვადასხვა ჯიში, რომელთაგან აღსანიშნავია სუფრის, საკვები და შაქრის ჭარხალი. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს კულტურა გავრცელდა მსოფლიოს ყველა კონტინენტზე. ჭარხალი ორწლიანი მცენარეა, ორსქესიანი, პირველ წელს ივითარებს ფოთლებს და ძირხვენას, მეორე წელს საყვავილე ღეროს და იძლევა თესლს. მიუხედავად იმისა, რომ იგი კარგად იტანს სიცივეს, სტაფილოსთან შედარებით უფრო მეტად მომთხოვნია სითბოსადმი. ჭარხლის თესლი გორგლურაა, რომელიც 6-მდე თესლურს შეიცავს. ამიტომაა, რომ ერთი ცალი ეგრეთ წოდებული თესლი რამოდენიმე აღმონაცენს იძლევა, რაც ზედმეტი ხელით სამუშაოების მიზეზია. ამ ბოლო დროს შექმნილი და გამოყვანილია ერთხივიანი ჭარხლის ჯიშები. ჭარხლის ძირების ფორმა სხვადასხვაა: ოვალური, მომრგვალო, ბრტყელი, თითისტარისებრი, გაგრძელებული, ყუნწისებრი. ძირხვენა ხასიათდება სხვადასხვა ინტენსიურობის წითელი შეფერვით. ძირხვენის სიდიდე სხვადასხვა, ამასთან რაც მეტია ძირხვენის სიმცხო, მით უფრო დაბალია მისი ხარისხი. ჭარხალი მომთხოვნია ნიადაგის ტენიანობის მიმართ, განსაკუთრებით აღმოცენებისა და ძირხვენის ფორმირების პერიოდში, ივნისი-აგვისტოს თვეებში. ამ პერიოდში ტენის ნაკლებობა იწვევს ძირხვენების გამოშრობა გახევებას, ხოლო ჭარბი ტენი აფერხებს კულტურის ზრდას და იწვევს მოსავლის რაოდენობრივ კლებას. კულტურათა მონაცვლეობისას ჭარხლის საუკეთესო წინამორბედებია კიტრი, საადრეო კარტოფილი და კომპოსტო. ჭარხლის თესლი 4 გრადუსზე ღირდება, 10-11 გრადუსზე აღმოცენდება მე-12 დღეს, ხოლო 15-18 გრადუსზე დათესვიდან სათანადო ტენის პირობებში მე-5-მე-6 დღეს. სუფრის ჭარხალი მეტად დიდ მოთხოვნებს უყენებს ნიადაგის ნოყიერებას, ამიტომ ის დადებითად რეაგირებს მინერალური სასუქების გამოყენებაზე. მინერალური სასუქები უნდა შევიტანოთ შემოდგომაზე, მზრალად ხმის წინ მთლიანი დოზის 1/9 ან 3/4, ხოლო დანარჩენი თესვის წინა დამუშავებისას. ჭარხალი უნდა დაითესოს ისე, რომ ნათესში ადვილი იყოს მწკრივთა შორის მექანიზაციით დამუშავება. ხელი, თოხნა და რწყვა. სარეველების საწინააღმდეგოდ უნდა გამოვიყენოთ ჰერბიციდები, რომელთა არჩევანი დიდია, შეიძლება გამოვიყენოთ 96%-იანი დუალი. შესხურების ვადაა თესვის შემდეგ მცენარის აღმოცენებამდე ან ნათესების 1-2 ნამდვილი ფოთლის ფაზაში. ჭარხლის აღმოცენება თბილამინში დათესვიდან 8-12 დღის შემდეგ იწყება. აღმოცენებისთანავე ნიადაგი უნდა გაფხვიერდეს მექანიზაციით ან ხელით, თოხის მეშვეობით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნათესის გამოხარშვას. ჯგუფური აღმონაცენი აუცილებლად უნდა დანომრდეს. პირველი გამოხარშვისას მცენარები უნდა დავტოვოთ 4-6 სანტიმეტრის დაშორებით. მეორე კი უნდა ჩავატაროთ ამ ფაზაში, როცა ფოჩი და წვრილი ძირები მხალად გამოდგება და საბოლოოდ მცენარები უნდა დავტოვოთ 10-15 სანტიმეტრი დაშორებით. ჭარხალი საჭიროებს 60-ჯერ მორწყვას, ნიადაგის 2-3ჯერ გაფხვიერებას, გამოხარშვა დანომრებას, მავნებელი დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებებს. ჭარხალი ავადდება ცერკოსოპოროზით. სპეციალიზებულ მავნებლებსა და დაავადებებზე ბრძოლა ტარდება 0.5% სპილენძის ქლოროშანგით. ძირხვენებს იყენებენ შემოდგომაზე მცირე ყინვების დაწყებისთანავე, დიდ ფართობებზე სპეციალური ჭარხლის ცაცხრელი მანქანით, ხოლო მცირეზე ხელით. საკვები ჭარხალის საუკეთესო საკვებია ყველა სახის სასოფლო სამეურნეო ცხოველისათვის. საკვები ჭარხლის ძირი შეიცავს 12%-მდე მშრალ ნივთიერებას, რომელიც ძირითადად შაქრისაგან შედგება. მასში ძალიან ცოტაა უჯრედან ან ნედლი ჭარხლის მასის 1%. აქედან გამომდინარე ის ღორებისათვის საუკეთესო საკვებია. საკვები ჭარხლის 1 კილოგრამში 0.12 საკვები ერთეულის, 9 გრამ მონელებადი პროტეინი, 0.33 გრამი კალციუმი, ამდენივე ფოსფორი და 40 გრამი შაქარი. აქედან გამომდინარე ის ღორების საუკეთესო საკვებია. საკვები ჭარხლის 1 კილოგრამში 0.12% საკვები ერთეული, 9 გრამი მონელებადი პროტეინი, 0.33 გრამი კალციუმი, ამდენივე ფოსფორი და 40 გრამი შაქარია. ძროხას, ცხვარს, ხორს ჭარხალი ეძლევა ნედლის სახით, დაჭრილი ან მთელი. საკვები ჭარხალი ფურს შეიძლება დღიურად მიეცეს, არა უმეტეს 35 კილოგრამი მასისა. დღიურად 40 კილოგრამზე მეტი რაოდენობის გამოყენებისას რძეში იწვევს ცხიმიანობის შემცირებას და არასასიამოვნო გემოს. ჩაორთქლელი ან მოხარშული ჭარხლის დიდხანს შენახვა იწვევს მასში ნიტრატების წარმოქმნას. ჩაორთქლილი ან მოხარშული ჭარხლის დიდხანს შენახვა იწვევს მასში ნიტრირების წარმოქმნას.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ახალგამოწურული უმი ჭარხლის ტვენი დადებითად გავლენას ახდენს რძემჟავას ცვლაზე და ხელს უშლის სიმსივნების წარმოშობას. სხვა ძირხვენებს ჭარხალი სამკურნალო დიეტური თვისებებით სჯობნის. ამინომჟავეების რკინისა და თუთიის შემცველობით კი მას ვერც ერთი ბოსტნეული ვერ შეედრება. ჭარხალი მდიდარია იოდით, რომელიც საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მეხსიერებისთვის, ორგანიზმის ცხოველმყოფელობისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იგი ორსულებისათვის, მედუზური დედებისა და ბავშვებისათვის. ჭარხალში ასევე ბევრია ფოლიუმის მჟავა, რომელიც სისხლის წარმოქმნის პროცესში მონაწილეობს. ამ სასარგებლო ნივთიერებებითა და ვიტამინებით მდიდარია როგორც ჭარხლის ფესვი, ძირხვენა, ასევე ფოთლები, ხოლო ცილები, ამინომჟავები და მინერალური ნივთიერებები ფოთლებში 2-3 უფრო მეტია. ეს ბოსტნეული ერთნაირად სასარგებლოა როგორც ბავშვებისათვის, ასევე მორცდილთათვის.